მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ტელემაყურებლებო. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. და მერვასილარი მომაგებინა. ამასაც ტაში უნდა მეგობრებო. ასევე გილოცავთ იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი მეგრული გოლი გავიდა როგორც იქნა. დიახ. იცინე შენ ჩემო პატა და კვარამ გაიტანა მთავარი გოლი. დიახ. მართალია მეოთხე, მაგრამ 3-0-ზე კიდე ქონდათ იმედი და მეოთხემ საერთოდ მოუკლა შანსები მეტოქე. კი ბატონო, თუ დააკვირდი, რამდენი რეკორდი მოიხსნა იმ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ამ ხელა სხვაობით არავის არ მოუგია. ეს ერთი. ჩემპიონთა ლიგაში ქართულ საქანმდებლო არ გაუტანია. ეს ორი. და PSG-ისთვის ამდენ ქართველს არასდროს უგულშემატკივრია. ესეც 3. ფრანგები წლების განმავლობაში ელოდნენ ამ გამარჯვებას და ისე გაუხარდათ, რომ სულ დაანგრიეს პარიზი. რომის გუნდს მაინც მოეგო, არ დაეთყობოდა. მართლა რა მაგარია კვარა. იტალიაში კვარადონას ეძახიან. ახლა ალბათ საფრანგეთში ხვიჩაელ პლატინის ან კვიდანსში არქმევენ. და ფეხბურთის ახალი მეფე რო გახდეს, ხვიჩიტოს, კვანტეს, დონასიმენტოს დაუძახებენ ალბათ. და კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი, საქართველოს პრეზიდენტი ხვიჩას წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვებს. აიც რამდენს ნიშნავს პრეზიდენტი რო ყოფილი ფეხბურთელია. იმედია კვარას ამ საჩუქარს არ აკმარებენ და გელა ბარკალაია ახალ ნარდ საჩუქებს. დაველოდოთ მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უგრავს და გეიბის განწყობაზე გვაღენებს გზავრები და გიორგი შოშიტაშვილი. კარგი ხარ, რადგან ფეხბურთით დავიწყეთ, ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებს ამხანაგური მატჩები აქვს. დღეს გვქონდა ფარერებთან თბილისში და 8 ივნის გვაქვს კაბო-ვერდესთან ქუთაისში. ხედავთ, რამ ხელაზე წავედით. უკვე ფარერებს და კაბო-ვერდესაც ხვდებით. კარგია, ამ გუნდებთან თამაში საფეხბურთო გაკვეთილიც იქნება და გეოგრაფიულიც. სადაა ეს ქვეყნები? გავიგეთ ბოლო-ბოლო. უბრალოდ რო ვთქვათ, ფარერებთან ამხანაგური და კაბო-ვერდესთან ზვაკაცური. რადგან თამაში ქუთაისშია. კაბო-ვერდეს პირველად ვხვდებით. კი არა ფეხბურთს თუ თამაშობდნენ, მე მაგალითად ეგეც არ ვიცი. შეიძლება მე არ უნდა მცოდოდა, მაგრამ რავი, ვინც ფეხბურთი იცის, თქვენ თუ იცოდით, კარგია. მეცაც გეტყვით ჩემო პატა, მე საერთოდ მედიკამენტი მეგონა კაბო-ვერდე. მოკლედ, ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, მარტო მამარდაშვილიც რო გავიდეს მოედანზე, ესენი გოლის გამტარები არ არიან. კაბო-ვერდელებმა მოვიგებთ თუ წავაგებთ, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია დედამიწის ცენტრს ქუთაისს ხო დავათვალიერებთ და ცრემლებით ითვალებიდან. ასეთი გუნდები იცით რატო ჩამოყავთ? იცი შენ? არ ვიცი. ბილეთები რო იშოვო ადვილად. აბა, აი გუნდებზე აკრობენ ეგრევე და აქ ეხა ხალხს რო რაღაცა პატარა გააკეთებს. ლოგიკურია ჩემო პატა, კი ბატონო. ამასობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება შვედეთში. მოიჩე კაცო, ევროპის ჩემპიონატი შაშენ არ იყო? ფეხბურთში არა კაცო, შვედეთი ტრადიციულად ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს სექსში. კარგია. მიყვარს ეს სპორტი. რაც შენზე ხარ დამოკიდებული ბოლომდე. მან ვაიც ვერ იტყვი, საჭმა წავაგებიდაო და კაია რა. ხო, თან ეს ერთადერთი სპორტია, სადაც დამარცხებული არ არსებობს. კი ბატონო. აი ხა რა იცი ჩვენ ხუმრობთ და 2016 წელს შექმნილა ამ სპორტის ფედერაცია. ნეტა ჩვენთან თუ ყავს წარმომადგენლობა, როგორ მაინტერესებს. კი, და სადაა თუ იცი? სად? აი მასაჟის სალონი რო აწერია გარედან. რომ მიხვალ უნდა იკითხოს სულ სადა. კარგია.
რო ერკვევი შენ სპორტში. მაშინ ისიც გეცოდინება ფეხბურთში გამარჯვებულს ოქროს ბუს ჩუქნიან და მანდ რა ჩუქნიან ოქროს რას? აბა შედიაზნე. კაშდია რა. ხო, რა ჩუქნიან არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთი შანსი გვეძლება. შარშან მეოთხედ ფინალიდან რო გამოვარდით და უნდა გამოვასწორო. პატრა გამოვარ. აბა რა ვქერით. მე უნდა მივიღო მონაწილე. რო საერთოდ აღარ მიგვაღებინა. წელს თურმე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ამ ჩემპიონატში არ მონაწილეობენ. არ გცალია მე და შენ დავიწავიდო და დიახ, უფრო როგორ გითხარ, სხვა ქვეყნის სახელით გამოდიან. სექსებში მაგრები ვართ, მაგრამ მორცხვე. სანამ გაირკვევა. არა და კაი სექსი, კაი ადგილი და მე მილიონი, რა ვარ? აბა. ჩემპიონებს ხო მილიონი წავიდა. წავიდეთ ორივე და რო შევენაცვლოთ. გავიყავთ მილიონს. კარგი გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ, ვფიქრობ, ბილეთს სად ვიყიდო. მიდი. სანამ გაირკვევა ტურნირის რეგლამენტი, მანამდე კიდევ ერთ კვლევას გაგაცნობთ. თურმე ტყეში გატარებული 20 წუთი სტრესს ამცირებს. კი, მაგრამ გელი გჭამს და შეგიმცირდება ეს გაგიქრება. კარგი, ოკეი, ტყეში გატარებული 20 წუთს, შვედეთში გატარებული 5 წუთი მირჩენია მე მაინც. თან ტურნირზე ხარ მთლად მაგარი. აი, კარგი, ესმის. ხედავ რას დავაგვირდი, მათ აი ისი, იმიტომ რომ სოკო ბედნიერი არის ზოლი. ეში რო მოდის. სად გინახავ დეპრესიული სოკო მითხარი თვითონ, სად დასტრესი. ეგრეა, კი, ნამდვილად. ამ გელი გინახავთ ფსიქოლოგთან როდის მე არა. ანუ ტყეში სეირნობა მართლა ამცირებს სტრესს, ხოლო დათვი თუ გამოგეკიდა ადრენალინის წევს ზევით. ეგეც კარგია. თავარი არ უნდა დაგეწიოს ეს დათვი. კი ბატონო, მაგრამ სად მეძებო ახლა ტყე სტრესის მოსახსნელად? აი სად არის? რატო მაგალითად საბადურის ტყე ხო აქვია? და მე იქიდან სტრეს მოხსნილზე რომ გლდანის საცობში უნდა ვიდგე დიდ ღმამდე 3 საათი, არ დავისტრესები თავიდან. კარგი, კი ბატონო, მაშინ შეგიცვლი თემას. შეცვალე. დაგსტრესო გინდა? აღარ მინდა. შენ ხო ძალიან გიყვარს ფრენა? მე კი გიждები, რა კარგია. ხო და შემდეგი თემა ფრენაზეა. ტოკიოდან ჰიუსტონისკენ მიმავალ რეისზე გზავრმა კარის გაღებას სცადა და ამის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. უცებ მარშრუტკაში ეგონა თავიდან ჩადიოდა, რა ვიცი, რატო ეცადა? მგონია მართლა მარშრუტკაში ეგონა თავი. პილოტისთვის დაუძახებია რო გადახვალ გააჩერეო, მაგრამ პილოტს ვერ გაუგონია და ეს ეცადგა და დაიჯაჯღურა კარი. მერე როგორ შეიძლება? აი შეიძლება აფრენი თვითმფრინავზე კარის გაღება? ამ ხელა კაცმა, როგორ არიცი ეს რისთვის აქვს პანჯარა? ნუ თუ მაინც შეაღე ცადეო უთქვამს, მაგრამ პანჯარა არ იწეოდაო. თორე ზარიელი ჭიქის გადაგდება მინდოდაო, თან ცოტა ჩაიხუთა და ვიფიქრე გავანიარო თან. ცუდად გავხდი რომ წარმოვიდგინე ჩახუთული ჰაერი თვითმფრინავში. ალბათ ამ ფაქტის შემდეგ ბორტ გამცილებლების ჟესტიკულაციაში დაემატა ეს მოძრაობა. და ბოლოს ყველაზე გემრიელი თემა მოვიტოვეთ. აბა მიდი. 1 ივნისი რუსთავი 2-ის დაბადების დღე იყო და არის. ჩვენი მშობლიური ტელევიზია 31 წლის გახდა. ამიტომ ვლოცავთ კიდევ ერთხელ რუსთავი 2. მე მიგულოცავ ჯერ შენზე ადრე მე მოვედი რუსთავიაში. რანერეთ მოხვედი ჩემზე ადრე. მე რო აქ მოვედი, მაშინ დაბადების დღეს ბავშვთა გასართობ ცენტრში იხდიდა ხოლმე რუსთავი 2. მაშინ შენ მიულეთ და საჩუქარი ჩენი იყოს. საჩუქარს რო გამახსენებ, ვერაფერი ვერ შევარჩიე ჯერ. არა და არ მაქვს საშუალება თქო, მაგასაც ვერ ვამბობ. მაინც და მაინც პირველში გვერისხება ხელფას. შენ თუ ულოცავ, მიულოცე, ნუ წუწუნებ ახლა. რა ხდება იცი ჩემო ბატა? ისმენ? ჩვენ რუსთავი 2-ისთვის მილოცვაც შეგვიძლია და თან მაბდობის გადახდაც. ამიტომ ჩვენგან მილოცვა შეიძლება ასე ჟღერდეს. რუსთავი 2-ს ვილოცავთ დაბადების დღეს, ვისურვებთ კარგ რეიტინგებს და წინსვლას. მეც ვულოცავ რუსთავი 2-ს დაბადების დღეს და მეც ვისურვებ რუსთავი 2-ვით სტაბილურობას, პაატა და ნიკას შოუს განწყობას, დათის სილაღეს და კურიერივით ხელფას ყოველ 3 საათში.
ეს მომეწონა. მოკლედ რუსთავი 2 ჩვენი ოჯახია და ყველაფერი მომწონს ამ ტელევიზიის. ადგილმდებარეობაც, შენობაც და დათო კაკულია. სხვათა შორის ეს კორპორატიული საღამო ძალიან კარგი იყო. და რო არ ყოფილა საღამო როგორ იყო ძალიან კარგი. ხო და ეგ მომეწონა სწორედ. მეორე დღეს პახმენაზე რო არ ვიყავით. აი სხვათა შორის ჩვენ პატარა სიურპრიზი მოუგზადეთ რუსთავი 2-ს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზეთ. მანამდე კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 ივნისი ასევე იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ულოცავთ კიდევ ერთხელ პატარებს ამ დღეს. უფრო სწორად რუსთავი 2-ებს ულოცავთ რუსთავი 2-ის დაბადების დღეს. ბავშვებს ულოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და დათის შოუს ორივეს ერთად. მანამდე კი შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმანზე უგრავს და გეიბის განწყობაზე გვაღენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. კარგი ხარ. იქუშ მოდი დაუბრუნდეთ კვარას ბრწყინვალე გამარჯვებას და აი თავაზობ გვერდში დაუდგეთ ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას. რა მაგარ ხასიათზე დააყენა სრულიად საქართველოს. აბა, მაგრამ რანაირად დაუდგეთ გვერდში? აი ერთი რამე სიმღერა ვუმღეროთ რა, არ დაიმსახურა? ვუმღეროთ კი ბატონო. მე მეგონა პასის გაკეთებას ვთხოვდი და მაგიტო დავიბედი უცებ ახლა. არა. მოკლედ ვუმღეროთ კვარას სიმღერა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც დაფუძნებულია ფრანგულ მეგრულ მოტივებზე. წავიდა! ერთმეტი მაისი მოვიდა მეგობრებთან ერთად ყოფნა მომინდა გავარაიტერთან თამაშობ სუფრაზე კი მე ვთამადობდა ანინანანა ჩამოასხინ უგათბო გავარაიტერთან თამაშობ სუფრაზე კი მე ვთამადობდა ანინანანა ჩამოასხინ უგათბო მან თავისი შანსი სულ არ გამაზა მიიღო და შეასრულა ლამაზად ის ნამდვილი მერცხალია ჩქიმჭიჭე კვარაცხელია და ნანინანანა ჩქიმჭიჭე კვარაცხელია ის ნამდვილი მერცხალია ჩქიმჭიჭე კვარაცხელია და ნანინანანა ჩქიმჭიჭე კვარაცხელია ეგერთი და სხვა მარავალი ძამია ციხომ ბევრი სიხარულის ძამია ქართველები ვზეიმობთ იქით პახშეღჟენმენი და ნანინანანა იქით პაღის შენჟეღმენი ქართველები ვზეიმობთ იქით პაღის შენჟეღმენი და ნანინანანა იქით პაღის შენჟეღმენი ლიგა ერთი ჩემპიონთა ლიგები მანთასების და კენერიგები აბა მუჭორაკი გუნაჩკი მიჭიჭე მარადონა და ნანინანანა ჩკი მიჭიჭე მარადონა აბა მუჭორაკი გუნაჩკი მიჭიჭე მარადონა და ნანინანანა ჩკი მიჭიჭე მარადონა ჩკი მიჭიჭე მარადონა პარა შეგედაცვალე ახლა კი ჩემო ძვირფასებო სტუდიაში ძალიან საინტერესო ადამიანი გვინდა მოვიწვიოთ საინტერესო და ამავდროულად უნიჭიერესი ვირტუოზი პიანისტი გიგი პიანომენი მადლობა ბიჭებო, ოქროებო, გიგი, კეთილი იყოს შენი ამ შემთხვევაში ხელები. შენი ფეხის და ხელების იყოს კეთილი ჩვენს გადაცემაში, როგორც იქნა შევხვდით. მიხარი. სატელეფონო ურთიერთობები გვაქვს ხოლმე ძირითადად.
როცა მე თქვენი შემოქმედებით ასე თქვა თავიდან როცა ვნახე და მოვიხიბლე და აი ხა იქამდეც მოვედით რომ ამ ხან თქვენ არ გეცალათ ხან ჩვენ და მართლა გამახარეთ ჩვენთან რო ხართ მოკლედ. კი ბატონო. ესე იგი გიგი რა მინდა კითხო პირველ რიგში რა. პიანომენი, ანუ რაც ნიშნავს ახლა რომ გავშიფროთ რა. ანუ პიანინო სუპერ გმირი. არა. უფრო პიანომენი, ნუ ჩავთვალოთ რომ ყველა პიანისტს ეხება, ყველა პიანისტი არის პიანომენი და მეც ვიყო რა ერთი ესეთი ლაპარაკია და მეორე მითხრა სხვათა შორის ერთმა რომ ამოხსენიო რატო ხარო და რატო მეთქიდა. დაბალ ბგერებსო, პიანოსო, ყველაზე კარგად უკრავო. კაი მეთქი, მადლობა. ისა ჩემო პატარა რომ დავაკვირდი ჩვენს ვართ პიანომენები. თუ ახლა აღარ ვსვამთ ისე ო, ხო. თუ მაგას პიანიმენი. პიანიმენი ქვია მაგას. ხო, ბატონო და კიდე სტუდიაში ჩვენც ყავს ჩვენი ბიჭები, აი მაგალითად. კი ბატონო. კლარნეტმენი პაატა. კი ბატონო, დოლმენი დიმა, დუდუკმენი გიორგი და გარმონმენი გოგია. აგერ არის შვედიერი ამბავი. მეური მენები შევიკრიბეთ. ზულმენები. ესე იგი პიანომენი გასაგებია, მაგრამ ძველი ფსევდონიმიც გამახსენდა. ვანდერი, ხო? ვანდერი. ვანდერმა გიჩვლა ეტყობა. ტივიმ დამირეკა და მითხრა რა, სანამ თვალები ავახილე, აზე მოდიო. და მეუთხარი იო, ხვალიდან ვიცვლი მე. ისე იმერელი ყოფილა და წარმოშობით, ხო? კი, ხარაგაული ბაზალეთი. ხარაგაული. შეგედაცვალება. შენი ჭირი. მე რა თუ უნდა ახლა თქვა მაგას რომ იმერელი როგორ არც მიკითხავს წარმოშობა, მინდა თვითონ თავისთავად ხო, ნიჭიერი ხალხი ყველა არის მაკედან. აბა რა. კი, ჰამლეტ გონაშვილი. ხარაგაული. არა. უმაგრესი ადგილი. მოგვიგო, ცოტა მოგვიგო, ხო იცი? მოგვიგო ცოტაო. დავიწყო ჩამოთვლა. კარგი და არა, ჩვენ ახლა გიგისთან გვაქვს საქმე. ესე იგი კომფორტულიც არის ეხა ეს მოდი ასე ვთქვათ, შენ ინსტრუმენტ პიანისტობა ხო შეიძლება ასე ეწოდეს და არა კომფორტულიც. ჩემი შეხედულებით. რა ვიცი, მე მაინც ისე აი გიტარაზე რო უკრავ, წაიღებ ხა ამას, თავს გამოიჩნდა. ხა ყველგან ხო ვერ წაიღებ ხა ამას და აი მაგ შემთხვევაში საერთოდ სუფრასთან როგორ აქვს დამოკიდებულება გვინოსთან, ამბავთან. ერთხელ მივედი ერთ ადგილზე. დიახ. ჭიშკარში შევედი და ეს ორგანიზატორი მეუბნება რომ როიალი სად არისო? ხო და მეთქი აი ერე ჭიშკართან კარი გაუღე პულტი ჩლაგბაუმია მეთქი და ეხა შემოვა მეთქი. სადა როიალ თქვენ არ გაქვთ მეთქი და დამახვედი. ესე ვიჯექი და ფორტილი რო შემოდიოდა იქ ფურშეთზე ეს ერთი ხელი ეს ორი არ მეტეოდა იმას. ესე იმე გაირო პროფესიონალი ვარ და ძალი ხელი. ეს გამლელები მეუბნება რა საკეთებო? უკრავ მეთქი და კარგი. ერთი ხელით უკრავდი აქეთ. და კარგად დაუკრავდი. კი. ო, ძალიან მიხვდებოდნენ ახლა. საიდან დაიწყე? საიდან ოჯახში რაღაც ტრადიცია? არა, ტრადიცია ისეთი არა, მაგრამ ნუ ნიჭი ერთ აწლეთში წამიყვანა დეიდამ. ნუ რაღაც შეამჩნია ეტყობა, რაღაც მახსოვს რაღაცას რო ვისმენდი, რაღაც ძალიან განვიცდიდი და რო უყურებდი, ვამბობდი რომ აი ეს აქ მინდა დაკვრა და რაღაც ჩემი ისენი მქონა ეტყობა, მაგრამ მინდოდა სერიოზულად, აი ბიჭების კონკურენტი ვიყავი, სერიოზული დოლი მინდოდა სერიოზულად. აჰა. წითელი დოლი მიყიდეს და იმაზე უკრავდი რა გინა გამოხვიდე მედოლე კაცო რა პიანისტი. მინდოდა და კარგად სერიოზულად. ანუ იგი პატარაობიდან დაიწყე, ხო ეს ამბავი რა? კი, 7-დან დავიწყე პიანინო აწლეთში, კი. და მე უკვე მე ნელ-ნელა კლასიკა, ჯაზი, ყველგან ვიარე, წავედი იქ-აქ და ბოლოს რაღაცნაირად ამ ინტერპრეტაცია და რაღაც საკუთარი კი ბატონო მუსიკით და ბევრი კონცერტებიც გაქვს. კი, ეხა საკმაოდ ისე აეწყო და ამ ხალხისაც ძალიან მადლობელი ვარ, რომ ძალიან ჩართულებია. საზღვარგარეთაც ახარ, ხო? გასვლა არის ხოლმე, ხო, კულტურის დღეები, ქართული დღეები, ეხაც იგეგმება რაღაცეები. და თბილისში ადგილზეც გაქვს? კი, კონსერვატორიაში უკვე აი მე-7-ით იქნება ეხა სოლო კონცერტი. ძალიან კარგი. იგივე აინტერესებს კიდე რო თქვა, ანუ სტუმრად ხშირად ხარ ხოლმე ასე ტელევიზიებში ან ეხა ერთი ისტორია
ტელევიზიაში ვარ, მაგრამ რადიოში ვარ და რადიო ხო არ დავასახელებ. ხო, გასაგები. ხო, უკვე იმ მომენტში ვარ, რომ უნდა დაუკრა რა. ეხა წარმოგიდგენთ გიგი ახალ პიესას და აი ესე ვიხედები და როიალი სად არის მეთქი რომ არ არის პრობლემა რო გახვალო დერეფანში პირველივე ოთახში გამზადებულია რომ შეხვალ მე გამოვაცხადებო და ცოცხალია რა ჩანაწერი მაინც ყოფილიყო 2 წუთში ეთერში ხარო კაი მეთქი მე წავედი მაშინ წავიდა და ეხლა წარმოგიდგენთ გიგი პიანომენი ახალ კომპოზიცია შევაღე კარიც არიელია ოთახში მეთქი ესენი ვერ არიან საწყლი უიო ეხლავე და მოდის ორი ტიპი მოაქ 5 ეს რა არის მე პიანინო ვერ ვიშოვეთო აკარდიონზე უნდა დაუკრა ასე დადებდე მოდა მაიცა მეთქი თუ აკარდიონზე უნდა დაუკრა უკნიდან დადექით მეთქი და ჩაწელეთ დავა ეს მეთქი თქვენ გიჟებია ჩართეთ რამე YouTube არა რო დაადგენ მოდი დავდგები უნდა დამეკრა რა აკარდიონზე პიესა საფორტეპიანო აკარგი ასე მარტივი გადაწყვეტილებებზე გიждები რა პიანინო არის ხო და აგერ გარბოზე დაუკარით სულ ახალია ჯერ არავის არ დაუკრავს სულ შენთვის არისო ისე თუ რამე შალახოც შეგიძლია რამე შენი ინტერპრეტაციით შალახო არ ვიცი მაგრამ ერთხელ მითხრათ გოგოს წინადადება უნდა გაუკეთო და მე ვთქვი მენდელსონი რაღაცა უკვე ის ვარა არაო გეხვეწებიო რა ერთი აი სომხური რო არისო რა შალახო მე ვთქვი ვინ მოკავს მეთქი ცოლად მაჩვენე ვინ მოკავს ცოლად და შევხედი ამ არა მეთქი ეს ჯობია კი სიტყვის ამაზე მეუნები და კაიო გენდობიო და всё ქორწილშიც ვიყავი უარზე იყო აი რაღაცა ისეთი ისტორია ხო არ გახსენდება რაღაცა შეკვეთები რო შეკვეთები არ ვიცი მაგრამ აი მართლა მაგარი ისტორია ესე იგი შეკვეთა ჩვეულებრივი ღონი ქორწილში უნდა დაუკრა მცხეთაში რა ხო შევედი ხა ამ ჭიშკარში და ეს გოგოები ნაცნობი მაინც თბილისია ყველას გიცობს და უი გიგი გამარჯობა მობძანდითო და შევედი ჩვეულებრივად დავჯექი ხალხი შემოდის უკვე გაუხარდა კაცი მოვიდა უ რა კაია ჩვენთან რო ხარო მეთქი მადლობა შეერთებულია ყველაფერი კი ავედი სცენაზე და უკრავ 1:15 წუთია უკრა აი ხალხი იღებს ტელეფონები და აგერ ტელეფონი მინდებს და რეკავს უცბად ის ორგანიზატორი რა ხო მეთქი რა უნდა კაც ხო აქ ვარ უკრავ და ჩუმად ავიღე აქ თან უკრავ ამ ხელი და რა ხდება სათხარო გიგიო როგორ ქორწილ რა ქორწილში ხარ სხვის ქორწილში შევედი მე ხა აქედან გაპარო არ გინდა აუ რასაც ეხა ფიქრობ რაღაც პაუზა სადღეგრძო რამე თქვი ვინმე არაფერს არ ამბობ და აქედან ავიღე ეს ლეპტოპი ჩავიდე ჩუმად ესე გავიპარე ესენი მიყურებენ სად მიდის და უცბად ტენტში გავიქეცი იქ 300 აუ რა ქორწილში ჩავატარე 20 წუთი კარგია იცი რა ძალიან ბევრი ხე ჩვენ მაინც ინტერპრეტაციებისკენ რო დავბრუნდეთ შენი ამბები რაც არის ძალიან ხშირად გაქვს აი რაღაცა ქართული კინოფილმებიდან გაკეთებული აი რაღაცა როდის დაიწყე რატო გაგიჩნდა ესე სხვათა შორის დაიწყე პანდემიაში აი პანდემია მახსოვს რიცხვიც მახსოვს 18 მარტი იყო პირველად რომ დაუკარი რეზოლაღიძის ნინოდან რა და იმის მერე ეს ხალხი შევამჩნია ატოებად ამ კომპიუტერებთან სახში ჯდომით ყველა იქ ვიყავით რა სივრცეში სოციალურ ქსელში და აი დილა რო გათენდა და მე ვთქვი აი რა უნდათ და რა თურმე ყვარებია და რა ის შოპენი ხო რა რეზო არის ჩვენი და ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ ეს არ დავკარგოთ რა რაღაც კი არ რაღაც არ შევმატოთ რაღაც ზედმეტი ნოტა აი ისე გავაკეთოთ ცადოთ მეთქი მახსოვს ჩემ ოჯახის წევრებს უთხრე რომ აი ხა რამდენიმეს გავაკეთებ თუ მიიღებენ მიიღონ თუ არა შევეშოთ ო ძალიან და მახსოვს რომ წამოვიდა და იმის მერე ეს აეწყო ეს კონცერტი სოლო კონცერტები რაც არის ეს 3-4 დღეში რომ იყიდება აი მაგის დამსახურება რომ ესეთ სიყვარული აქვს თან კი ბატონო ეთახმები და აპლოდისმენტები შენაძლობა რა ეხლა რა არიცი აი ამ ბავში მე მინდა ერთი ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ფილმი. ალბათ ბევრი ქართველის
განსაკუთრებით ვისაც შეხება ქონდა ამ ქალაქთან და იცნობდა მისი ისტორია, მაგრამ ეს ისეთი ფილმია, რომ არ ამგონია ვინმეს გულგრილს სტოვებდეს. არასერიოზულ კაცზე მაქვს ნიკოლოზ საუბარი. არაჩვეულებრივი თავისი გია ფერაძით რა, მერთმა გაანათლდა. ძალიან დიდი სევდა ახლავს თან ამ პიროვნებას და რაღაცა თითქოს მართლა გიაზე იყო დაწერილი ეს რა, ისე მოხდა ხო ეს რაღაცნაირად, რომ მისი ცხოვრებას გულისხმობ ამ შემთხვევაში რა, რაღაცა უცნაური და ძალიან არაჩვეულებრივი მელოდია ფილმს მისდევს, ასე ვთქვა, საუნდტრეკი, ხო? და გასაგებია რომ რაღაცეებს იწევდა და ამიტომაც გააკეთეთ ის ვერსია რაც ბატაშორის ხო ბავშვობიდან იყო ერთ-ერთი ისეთი აი ხო სევდაც იყო თან აი რაღაც ისეთი ყოველდღიურად და რო იცი რა ეგეთი კაცებსაც რო იცნობ აი მართლა ხო და ეგ მიმოქმედა და სხვათა შორის ეგ ვერსია ძალიან შეუყვარდა ძალიან ბევრი მოსმენა ქონდა ერთ-ერთი და მანდ მივხვდი რომ ძალიან უყვართ რა. იცი რა მინდა კითხო ის კომპოზიტორთან დაკავშირებით აი ზოგადად ვინც დაუშვათ შეიძლება ოჯახის წევრები რაღაცები კონტაქტში ვინც კიდე კი მე სუცთილ გაძლევენ ხო უფლება კი ყველა სხვათა შორის კონცერტზეც იყო ბიზნეს სოლი ახლოს ვარ ძალიან რეზოს გოგოსთან, ლელასთან, ლაღიძესთან და ძალიან ისე აი თბი მაგია ყველაზე გადამწყვეტი ჩემთვის რომ მე რო ვიგრძნო რომ რაღაცა არ მოწონს ერთმაც რომ მითხრას რომ აი ხო იცი კი კაია მაგრამ მაინც ცოტა ხო აი ის ეგ არის ყველაზე დიდი მუხტი და ძალა რა და მომავლის შემოქმედი ადამიანი ხო რომ აი ოჯახი რომ მიიღებს შვილი რომ მიიღებს შვილი შვილმა დამირეკა ეხლა და ძალიან თავარია ეგ ჩემთვის რა და აი სხვათა შორის კუხია ვახტანგ კუხიანიძის არის ეს არასერიოზული კაცი აი მაგის ახლა ოჯახის ამბები არაფერი არ ვიცი მაგრამ იმედია რომ კი იცი რატო ამბობ ამას რომ აი რაღაცა ესეთი გეგმა ხო არა გაქვს ჩვენ დიდი სამოვნებით დაგეხმარებით რომ აი მხოლოდ ჩვენი ეს გენიალური ქართული ფილმების მუსიკის კონცერტი რო გააკეთეთ. სხვათა შორის არა აი ახლა სოლო კონცერტები რაც არის თითქმის ეგ არის კი აი ჩემი იმპროვიზაცია რაღაც მაგრამ თითქმის 95% არის ეს ქართული მართლა არაჩვეულებრივად აკეთებ საქმეს და დიდი მადლობა ამ ერთი კითხვა მაქვს რა ეხლა მე მაინც ჩვენსკენ ტრიალებ ეხლა რომ რამდენად გახსენდება ამ კომპოზიციაზე რამე ტექსტი არასერიოზულ კაცს გულისხმობ არა თუ არსებობს თუ არა მე არ ვინმეს უცდია და ამბავი ნიკოლოზ შენ მეუნებოდი რაღაცა დიახ და რახან ტექსტი არ არის ამ ჩვენმა ბიჭებმა რაღაც ტექსტი მოამზადეს რა იდეალური და არ გინდა რომ ჩვენი ტანდემი ვცადოთ რას ამბობ მაგარი იქნება და რაღა ბევრი გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი მაყურებელი გველოდება პირველ რიგში მე მინდა რომ დიდი მადლობა თქვენ დაგიხადო მობრძანებისთვის წარმატებები და დიდი სიამოვნებით აი ბიჭებთან ნიკოლოსთან ერთად დავესწრებოდი შენ ცოცხალ შესრულებას და ეხლა კი ვისიამოვნებ ჩვენ მაყურებელთან ერთად მაგრამ ეს რა გამოვა საინტერესო ექსპერიმენტული ესეც ცოცხლად ლაივში ამის გაკეთება პირველად ნახოთ მადლობა და მოდი ვნახოთ რა გამოგვია
გახსენებათ რუსთავი 2-ზე მიმდინარეობს არაჩვეულებრივი მუსიკალური პროექტი საქართველოს ხმა აქტაში მჭირდება. სადაც შანს რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და ახლა გვინდა სტუდიაში მოვიწიოთ მისი ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე აჩი ჯაიანი. მადლობა არჩილ გენაცვალოს ჩემი თან. აჩის რო დაინახა უნდა უთხრა დიდი მადლობა გადევნებთ ყურს მთელი ოჯახი. თვალთან ერთად თვალ ყურს. ესე იგი სულ ახლახანს გამოხვედი მიიღე მონაწილეობა აგერე სამშაბათს და რა შორს წახვედი ხედავ ჩვენ გადაცემაში ხარ უკვე. გაიხარე. საიდან აღმოჩნდი ამ პროექტში ეს მეკითხა. ხო? რომელი უბანში ცხოვრობ? ბათუმიდან აღმოჩნდი ისე. ბათუმი. ზღვისპირეთიდან, მაგრამ მოხვედრის ისტორია ცოტა უცნაურია. ჯერ ბათუმს ერთი აპლოდისმენტები არ გაუგზავნოთ. მე არა. ჩემო ბათუმელებო, ოქროებო და კარგებო. გენაცვალეთ ეს საფული რო ახლოვდება გავატლიეროთ. ტაში გავატლიეროთ საფული ხოლმე. კარგი, გითხარი მაშინ შენ აქ მოსვლის ისტორია. მე გამოვდიოდი და მონაწილეობას ვიღებდი. ამოვდიოდი არა, მივიღე მონაწილეობა რუსთავი 2-ის პროექტში გვაჩვენა შენ ხმაში. საიდანაც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა შემოთავაზა, ხომ არ გაქვს სურვილი რომ მეიღო მონაწილეობა აქ. თუ არ ჩდები შენ მარტო შენ არ მღერი ოჯახში. რაღაც კარგი ტრადიციის გამძლებელი ხარ, ხო? მამა მღერის ოპერის მომღერალი არის. სულხან ჯაიანი. ბატონ სულხანს დიდი მოკითხვა აქედან, მაგრამ არის ფიქრობთ რომ რამე ჩაწყობილია, მე არაფერ შუაში არ ვარ, რაღაცა 2-3000 ლარი შემხდეს ახლა მაგაზე ხო არ არის საუბარი. რა სალამარაგოა? არა, გინას. საერთოდ გავალახა და ის კეფანი კიდე კაცო, კაი შემწვარი რო არის, რა ჯობია მაგას. ანუ ოპერის მომღერლები როგორ წავენ იცი კეფას? გადაირევი კაცი. სასაუ. ბავშვობიდან მღერი ესე იგი. ბავშვობაში მღეროდი, შემდგომ იყო რამდენიმე წლიანი დიდი პაუზა იყო და გავაგრძელე. ახლა რამდენი წლის ხარ? 17-ის. ასე იგი რა თქმა უნდა. შენ დაგიმთავრებია. მე მეგონა რომ ახლა იწე. თურმე ამა დაამთავრა. 17 წლის კაცო. რასამო? ძალიან ახლა იმას აღარ კითხავთ ახლა რატომ სიმღერა ხო საიდან და არა. ოჯახში. კი ბატონო. დღეს რა სიმღერა მოგვიტანი ახლა იმის გარდა რომ კლავჭიჩი უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს და კლავჭიდის გარდა დღეს მოვიტანე ნათია ზეინკლიშვილის სიმღერა მოდი ჩემო საანტრელო, უпроსტად უერთმანეთო თქვია სიმღერას, თუმცა ნათია ზეინკლიშვილი ძალიან დიდი მოკითხვა, ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და ნათიას ჩემთვისაც აქვს სიმღერა დაწერილი, მაგრამ მასე კი არ მიმიღია მონაწილეობა ემე. არა, ეს ჩემთვის არა. სიმღერა დაწერილი, ჩვენთვისაც უბრალოდ არ გვაძლევს. არ გვაძლევს. არა, როგორ არა, მოგცა და მიმღერე და ძალიან მიყვარს ნათია და წარმატებებს აი ხა ნახე რა უნდა თქვა. ნათია ვარა რამდენი სიმღერა დააკლდებოდა ლამაზი ჩვენ საყვარელ სამშობლოს ხო ასე მამაშენს უყვარს კეიფი მახსოვს მე მამა ჩემსაც უყვარდა უფრო ახლა უკვე ჩადგა რეჟიმში ვარჯიში ხო მაგრამ ხო უყვარდა კი როგორ ეხაც უყვარს შენ როგორ ახარ ამ საქმეში მეც მიყვარს ქართული სიმღერა და სუფრა ეს განუყოფელი ნაწილია. როდის გახდა? კარგი, მოდი ერთ პატარა იმას ჩავუტანო. 18 წელს როდის გახდება ერთ სულება? ერთ თვეში ვხდებით 18 წლის. შეგენაცვალე, რა გინა ახალი ბინი თუ შეხვდით, თლად კაი. აი, რატო უნდა მოგცენ ხმა შენ დაუშვით? ეგ ნამდვილად არ ვიცი რატო უნდა მოგცენ ხმა, მაგრამ რავი. თუ მომისმინონ. მადლობა. გამიხარდე, რა თქმა უნდა. თუ მომისმენენ, გამიხარდება. შემდგომ რავი, ბათუმელები როგორი აქტიურობენ? ხო, ბათუმელები. ჩვენ წინა გადაცემაში ყავდა ბექა. სტუმრა. ბექა მაისურაც. კი, ყავდა და მე ესე ვიყავი აქედან და ჯერ ძალიან გამიხარდა რომ რაღაცა ესეთი რეაქცია ქონდა მიკროფონს აი რომ ბრუსლის რო რუჩაგო გადაუგდო რა ხო და აბა დაიჭირე ახლა ეს შაბათია ერთი მაინტერესებს ერთი რაზღერო და რანაირად უსმენდა და რა იცი ქართული ნაღდი პურმარილური რიზღებ ხო შორშავ ყველაზე ადვილ ტექსტებს ურჩევდა ესენის თუ არ იციან შაბათია შაბათი ხო შაბათი
შაბათი თავი. მოგეხმარება მაგას ზეპირათი ეგ არის მაგის მასტერი. აბა მაინტერესებს რანაირი ალღოთი იმღერებ ქალაქურ სუფრულ სიმღერას ფანობს. მონალობას გააჩნია ჩემ შემთხვევაში. უთხარი რომელში დაუკრა. არ ვიცი, სადო. მიდი და აყვება. აბა ჰე. აბა ჰე. მიდი. აბა. ასიაცი. დავიდა. ორ შაბათი შაბათია, სამ შაბათი შაბათია, ოთხ შაბათი შაბათია. ხუთ შაბათი შაბათია, პარასკევი შაბათია, შაბათი ხო შაბათია. შაბათი ხომ შაბათია. კვირა. ასე უნდა დაამთავრო რომ არ გამოგ. გენაცვალე, როცა ასე ვთქვათ, გადმოგცემი ბინას, გახსოვდეთ რომ ნოვოსელიაზე ჩვენ ვიქნებით ღმერთმა ყველას წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საყვარელ და ჩვენს რუსთავიორს არაჩვეულებრივ არხს მადლობა მოუხადო ასეთი კარგი პროექტებისთვის, რომ ახალგაზრდა ხალხს აძლევს საშუალებას თავისი ნიჭი გადმოსცენ და გადააქციონ მთელ საქართველოზე და ღმერთმა სიკეთე და ხელი მოგინახო. აბა ახლა კი გისმენთ დღევას ასეთ შემოწმებას. აბა გთხოვთ სუქეები ხაზლეზე მოვდივარ. დახე ბიჭო, დატრიალ და ზაფხულის სუნი სოფლათა და დეტყოთ ქსორელებსაც აბიჯო. არა. იგრე რაღა დაუკრეი პატარო გოუბერავს განსაკუთრებულათა ენაცვალე. თანაწასვლა კი აღარ უნდათ ქალაქში კაცო. პატა და ნიკაი ჩაწირაძე რა უნდა დარჩია ეგ კაი გუდი ყველი. აბა რა. ცმატი კაი მოხარშული კვერცხი კაი მიჩინა. შრომამ დავიჩინა, ჰა? ვიდიო. შეგენაცვალე მართლა დადლიარდა. ზაფხულის. არა და ზაფხულის ზურელი, ვიო, აპა რა. იმოდენ აღვინო გაკ ჩასუნი რუს ვეღარა მოგუკე. ხო ხედა, რა. და ნიკაო, ვერ ჩამოაგითხავენ მაგარით მაგეს. ვიო, დაიწყო გადაცემა, წამოდი თუ ეყვეწებია და ეგოგია. ხო, შეგადავ, ლოცვით გადარჩელი გეგონება. სანამ 3 ლიტრი არ ხილის ვაზას არ გეიმხობს, ვიო, და დალევს კი არ ეშოვა, ვიო. ეგრია, ეგრია. ირაბანური მამალი გინახია. იო, ვიჭები უნდა იყოს, სადაც უხარია ყოფნა. ეგრე ყოფილა, ეგრე არის და ეგრე იქნება, კაცო. უნდათ ქალაქში რა უნდათ, არ უნდათ. აბა რთველი რომ ამადგება ხოლმე იგრე გაიქრებია, აივე, აბა ხედავ, ვერა ხედავ. რამისა პოლიციის ძალებით ვეძებო. ოღონდ ამათ გოდნებს ნუ ათრეინებ და რასამოს, ვაუ. აფსუს სახელი და გვარიც გამქრალია. აბა, ია ჩათრეული ვახშაიები ვარ და თრევით. შენა ხო, ძალიან შრომელი მყავხარ შენა. ქართველ კაცო, შრომა რა უნდა გეზარებოდეს, ზავია. მართალია. მე საქმე რო არა მაქვს არაფერზე. მაგალითად, აგერ ჩავალ მარაში გედევიღებ ღვინოს, გადმევიღებ. გედევიღებ, გადმევიღებ. იერვესარ. ო, იმით ვაკდება, ყველა გადაღებაზე 5 ლიტრა მაგასა. მეც არ გამიგვიდა, ვითხრა როგორ დალევს ღვინოს ამეთი გაწევი. ვაიც ვითხრა როგორ. აივე. შეგადე მე და მაბრა რა. არა, ვიო, ისლანგია და მეტად იგზელი და ნაპორი დრომოდი ზირს გვარ დავაქცე, ვიო. ხოდა ვიცემს. ხახაში. ხო, ისევე მიამხატოს თავის კალაჯოვია, ვიდრე ცირდე იქცე. დიდიო ხერი ხარ, დიდი. ვიდრე ეთამაში დამთავრდებოდა უკვე და ანგარიში არიცით რომელიმე ვარ, ჰა? ვიო, საქართველოს ფანერებზე ლაბარი ხო, შენ რა ხო, უეჯველი ხო? არა, თელავი გურჯაანი მაჩი. ხო, კი. და ვიცხე, ზამია, ყურება, მაგრამ
შემევიდა ჩემი დაია მარო და გამოყარა გარეთ სტამბოლისას უნდა უყურო რასო? სტამბოლისას რაიმე ხო და არ ვიცი მე ვიგებდი ალბათ ვიჯო აბა ისე რა იქნებოდა რა თუ ნახლა მაგრამ რას ვიზამნით მას ვიზამნით უნდა მეგვეგო თუ ვერა კიდე და მეორე თამაში ხო გვაქვს მალი ახლა მაცალე შემდეგ ვიწყებ ბარემ რეგიონალური ამების მიუღილვას დამია და პირველ ამბად მაკ ზუსტად ჩადებული ჭირდა. კარგი მიდი შაიცხე მიდი ამათ. ესე იგი მინდა გაგახაროთ რომ ეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების და კაბო-ვერდეს მატჩი ქუთაისში გაიმართება 8 ივნისს. ამ ხანაგური ყოფილა ზამია ეთამაში. სხვანაირად ვერც იქნებოდა ხა ქუთაისში ხო ჩახუდების პოპერების ხო ხანაგურის გალაკია. არი. ამისვრი არ წევიდეთ ვიო. აიცა სანამ ხლა სადრაუნად წავიდეთ, ეხლა იმ ხალხს უნდა მიუმართო, ვისაც ხელეწიფება ამ სტადიონები გაკეთება. აი მიყვიდან ამამაგდეთ ერთი მატჩი თელავში ჩაატარეთ, არ შეიძლება რომ მეც დავიწყო რეგიონალური ერთი ჩაუწყეთ ყველაფერი ხედი თელავ. მაცალე შევასო ვიჯებს რაღაცა. შია, მაგან არ წევიდეთ თქვა ვიო. წავიდეთ, მაგრამ უნდა ვქნათ, კაცო. უნდა წევიდეთ ზამია. აბა რა უნდა ვქნათ? სულ რომ აყვედრი რავის დღეში ჩემთან ხარო. წევიდეთ აწიჩებთან. ქუთაისში და დევესროთ ვაკ თამაშს. და მე ამე შედა დავჭე დასაცინებლადა, არც მაგის პრობლემა არა, ჩემო ზამია, მაგრამ რატო თუ არა კი? თამაშის ვერე დავაწვეთ ეგრევე და თელავში დევიძინებ შეგებოზე. კი არ ვიყვარს ადგილის გამოცვლა, რაც ვერ ვიზინე, ვიჯო კარგად ქერო უნდა ისე. ხუიაგო ბლოგიში ასე. ხუიაგო თუ გავიგებ მე რა არის? მე უფრო კარგად იქნება ჩემი საქმე. ანუ ვერ ისვენებ, ალბათ. ო, დაახლოებით. კარგი შესაძყვისი სიტყვა, ხუიაგო, ვერ ვისვენებ. ანუ ხუიაგო, რაც არ ვისვენებ, ვერ ვისვენებ. ხუიაგო. აიგა. რიკო ხაჭაპურზე უნდა გადამატარო, ამან და იმითო იგონებს მაგ სიტყვებს. რა ვაგაკადრება, ზამია, მაგას რა ვაგაკადრებ. მიგედია საქაბებაში, მეკრება დაჯავშნილი, რო შედიხარ მარცხნივ, მეორე ვაგი და სულ პორცია ნახევრიანი ხაბები უნდა მოგაყაროთ, სამ-სამი ცალი როდვია, ზედმე საწემოებში. უიდე და, მაგი მეშლება, ვიჯო ახლა, ამი უშავდა. ისე ფეხბურთის ამბები ვთქვათ, ვითომ რატომ დანიშნეს ეს კაბო-ვერდესთან თამაში ქუთაისში რაობა არისო, რა ხდებაო? აბა, საუნად ენიშნა, ზამია, თელავში. რატო არა, ვიჯო, რატო არა, ასე უბრალოდ ლოგიკური არის, ვიჯო. ქუთაისი და კაბო-ვერდი ასე არის რა. რანაირად? მართალია იგი ქალაქია და იგი კუნძული, მაგრამ ზოვაში ერთია, ორივე თითქოს. აჰა, მაგარია ძმაო, განაგეცილებით, კარგია და ერთი რა მაინტერესებს. ინ კაბო-ვერდელებმა იციან საერთოდ ფეხბურთი თამაში? რას ქვია, ვიჯო, სხვა რას საქმეა კუნძულზე? მაგრამ მე როგორც გავიგე, ძლიერი დარტყმები არ უყვართ. რამდენი ოკენეს ჩავარდა ბურთი თურმე გააგზავნეს მოსატანათა ვიღაცეები და შაიჭამას ვიგებმა. მე და რა. არ ურტყავენ ძლიერები, უდარები არა აქვთ მაგრამ. მაგი არა, აძავია კაი ამბავი. აქაც კაცნაკლულები ჩამოდიან, გონია. ის რა ქვია, კაბო-ვერდეს განათლების მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა და კუნძულის დაცვის უმროსმა თუ არ გვითხრესაო და დებებატენო. საქართველოს უეჭველი მოუგებთო. აბა რაღაცით გავიჯირდება და რა. ხედავ შენა, აი ახლა აუცილებლად სხვა თემაზე უნდა გადავიდე რა. აგე ამ თვეში იგეგმება წალკი რეგიონში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასისა და წყლის ატრაქციონის გახსნა. გაიგე შენა. მაგარი დასასვენებელი ადგილი გამო რა იყო რა დამჩხავი. გედა. რა მოგივიდა რა? რა? არაფერი. მე ვარ. როგორ დასვენება ვახსენე და გამენ. აქამდე სად იყავი რა გამოდიოდი? გეცარა კურორტის სუნი წალკისა. დამბრძანდი ჩემოდაია. დამბრძანდი ჩემოდაია. წალკაში. იგი დამბრძანდები. ხო, რა იყო რა? არ მეკუთვნის კარგი დასვენება თუ რა? როგორ აიფიქრობ შენ? მაგ წალკა კიდე ეგრე ნუ უყურებთ. არაფერს არ უყურებ ეგრე. იცი რამდენი რამე გაიხსნა მანდა და კიდე უნდა გაიხსნა? აი ახლა ცუცოტა მალეა რა. მაგარი წალკა კი არა, წალკოც დაარქმევენ. იგე? გადახვები შემოდაია. მადარა იმ სიგზე კარტინგის დრას აკეთება თურმე.
მე რო გამოდიხარ ბოლოს თბილისში ჩამოდიხარ ახლა გდანის ხიდებთან. რასა, ეგ რაღაცა კარტინგები ის არ არის, სწრაფად რო დარბიან, ჰა? კი, ეგ არის ბაო. მე წევიდე ზონა ვიგონყავთ არ გინდა ერთი. აიცა, კაცო, რა დროს კარტინგებია, ფეხი არ მოიტეხო ძადმე. სახაზავით მამხანე კიდე ამ ზაფხულში თამაშილი შიგნიდა და თუ წმახარ გამანებით თავი. დედა, ნუ გეშინია. აი, კოღო, დედა მოუვა. კი არა ბზუის ახველებს. მაგიდე დავატინე, ეგ მინდა ეხლა მე ეგ. მე რაის გეშინია, ჩემთან ერთად ზავი აგერ არ ვარ მე. გასავლი უცბად მაგისტარება, ზუია. რა სამობ, კაცო? მაგაზე დაჯდომისა და ტარებისა თქვენ რა იცით? რამე რო დაეჯახოთ? არა, რა უნდა მოგვივიდეს ახლა პრინციპში. მოგისვამ გვერდითა და აი ბარგები აქ არ და არ მყავხარ რა. თვითონ იჟვა თავის თავზე თვითონ იდანდის. შენც დაისვენებ. გვერდით არ ვიცი ახლა ჯდებიან თუ უკანა ჯდებიან, არა მაყირაო იაბანა. კეფით არ დავარტყა. იტყვი რა, ვითომ რა. მიდი გაცოთ ამაკითხეთ შემდეგი თემა. საქმეები მაქვს სადაც. მიდი წაიკითხე, აი, მიდი ვალოდია სათვალეები შეგიგეთია და მიდი რა. მსოფლიო რეიტინგებში თბილისი 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქებს შორის დასახელდა. ეაგე? ეთყობა დედაქალაქებს შორის და თორე სხვანაირად თელავს ვერ გაასწრებდა იქ. გამორიც. ასე იგრებოდა ზავია თუ არა. ქუთაისს გადაასწრებდა თბილისი. ან თელავი. ეხლა შენ ცოტა ჭკვიანად იყავ ვიცოდი, კაცო. დედა იჩხუბეთ აბა ეხლა. დედაქალაქია, ბიჭო, ბოლო და იმაგივრად რო გეღეხარდეთ, ერთმანეთს აიჭამთ აბა. კარგი, კაცო რა. ისე კი კაცო. რა ხან ყველა იქ გარბის. ეთყობა რომ მართლა კარგი არის იქ, ჰა? კი ბატონო, ვეთახმები მეეჭებდა იას. და იმასაც ვიტყვი რომ არ არის ძამი ასე მშრალად გადასაგორებელი ეხამავი. რას ვიტყვი შეძავია? ეგ რა ისლაგი? ეტომაც არა მაგიდეთაც ვატირი, მაგრამ თელავი კი არ დასახარებულა, კაცო. თუ იკისრებენ, თბილისელებმა დავლიოთ. ჩემი რა მიდის, ეგე? გიორგა როგორ ჩუმად იყურება. ვერ გაიგე შენ დიღმელი ხო ხარ? ხო ხარ? ხო და შენი საკისრებელია ძმაო. ეგრე. აი მე რეფსამო, ბიჭო, რეფსამო. ეგ აკლია ეხლა ყარაბუღაშვილ მაროს სხვისი მოტანილი სუფრები შალოი თითილოკაშვილები კარმიდამოში. ეფსა, დღეს მე უნდა გაქეიფოთ ახლა. აი შეგინაცვალე შენა, შენიერი. შეგინაცვალე შენა, შენიერი. ხო კარგად ახლა. მე სულ კარგად ვარ და სულ ამ ხასიათზე ვარ ხოლმე, მაგრამ შენ რო ჯიჯღინს დაიწყებ ხოლმე არა, პროტესტის გრძნობა მიჩნდება ხოლმე. აღარ ვარ ჩემოდაია ხვისობა გააჩვევი მაინა შენ პირში არ არის გაჩერდი რატომ ვიგარქა ურვარეს ჩემოდაია ახმალი აგარ ჩემი გისერი წვიდე თავში მართალია მართალი მიდი მაშინა შენა დაეტრიალდი გაიგე ჩვენა კიდე მანამდე ჩვენ მაყურებელს ერთ კაი სიმღერას მოასმენებ და ვანახეთ რომელ ზამია პირველი მინის რუსთავის დაბადების დღეზე რო აღვნიშნეთ აკანა და ვიმღერეთ მასვა რომელი კეიფიც კარგი გამოგვივიდა და ის სიმღერა ხო საუკეთესო იყო არ არის ეგრე ბიჭებო აი ეგრეა ხო და აღარ უნდა ზამი ამდენი ლაპარაკი ახლა მაგას დაუცხოთ ეგრევე და უშოც ვერაფერი ბურბარი ლორდა და მიდი მაგრამ შენ სადევნე თვალი შენ სამღერი ხარ მადა მიდი აბა ნახეთ ეხლა როგორ მიულოცეთ რუსთავი ურსა გოუშვი ერთი მანა ტიტრები ვიდგა ირბინეს ლებმა დროგადის და კადრები კი რჩება მოწოდების სიმაღლეზე სულ დგას რუსთავი ორს აქვს ასეთი ჩვევა ახალისებთ მუდამ ჩვენი არხი რეიტინგი დაბლა რეცემა კმაყოფილი არის მუდამ ხალხი ხიარული ყველა გადაცემა ზრუნავს ჩვენი გუნდი ოჯახებში პოზიტივი შეგვაქვს ყველა მერთა
ერთად მიულოცოთ გულით რუსთავიოს დაბადების დღეა Savin pata danika Kvela sheni megobari kharos ამილოცვას უერთდება აქევე სერიალი მიხოცა და მაროს ურჯეკრანზე დიდხანს უნდა ენთო ასი არა უფრო მეტი წლები მუსიკით რომ გიხალისებს ეთეს გილოცავენ ჩვენი ქსოვრელები მუდამ თქვენზე ზრუნავს ჩვენი გუნდი ოჯახებში პოზიტივი შეგვაქვს ყველამ ერთად მიულოცოთ გულით რუსთავიოს დაბადების დღეა დარაქალი ჩამოვიდა ესე იგი ის იარწავა წამოაჩვენ ვარ შემოგვიაროს როგორ დარწმუნებული ვარ რომ მთელი ჩვენი მაყურებელი მიხვდა ვინ არის დღეს ჩვენი სტუმარი აბა თუ იცი ვინ ვინ ჩამოვიდა ცეცხლსრუალთებს არის ერთ ამბავში ეგენაცვალე ასლაპარაკობ მოკლედ შემოგვირბეს შორენა იმნაძე გენაცვალე შემოშორდა მე ხლა ხო იცი რა გავაკეთე ნიკოლოზ მარო თქვა რომ სავარძელი შემოვიდა მე უთხარი არა შემოვლით არის რატო სავარძელი არ ცალია მაგას ჩვენთვის არ მცალია იმდენს დავრბება როგორ მომენატრე ეგენაცვალე პილოტი ელოდება აგერენ რა საყვარლები ხართ აპლოდისმენტები სად არის ესე იგი შემოშორდა რამიდა რომ გითხრა პირველი შემთხვევა შენი შემთხვევა და ერთადერთი განუმეორებელი როცა აი პირდაპირ სიგიჟეს ატარებ რომ ესე იგი სადაც ნახულობ YouTube-ია თუ რა ვიცი სადაც მოწდება ჩემი ყურადღება და ესეთი ცეცხლი გოგო ვარ ცეცხლი აღარ ქვია მაგას ჭიაკოკონა თავიდან ბოლომდე მითხარი ხა საიდან შემოგვიარე სადაც ესე იგი ეხა შემოგიარეთ ეს ზას მაიმუნობ შორენა ჩუსტები ეწყო აქ და სად შეხედე ეგი რაო ხელი გამოდი ბიჭო აქეთ მაიმუნობს რაღაცა მაიმუნობს ქუთაისურად მითხარი ჩვენთან მოხვედი პირველი ესე იგი გურიდან წამოვედი თქვენთან რომ აი ძალიან მაგარი სიმღერა მოგიტანა საჩუქარი არ მოეტანა ჩვენთან პირველი გურიაში ჩავიდა ის ისტორია ხო მამიდა რომივა ბავშვებთან იცი მამიდა ვერაფერი ვერ ჩამოგიტანეთ შემოგელო ჩვენთან ძალიან ჩქარავდიო წამოსულიყავი ნელა მამიდა ამაზე მეტი საჩუქარი კიდე აპლოდისმენტები ესე იგი სიმღერაზე უნდა მითხრა აუცილებლად, მაგრამ ეს სიმღერა ჩვენც მოგწონს და ძალიან ბევრი ნახვებია. ძალიან ბევრი ნახვებია და ძალიან ბევრს უყვარს. სიმღერას ქვია შენი ოცნების ქალი ვარ, გიორგი შოშიტაშვილმა, კიარა და გიორგი შოშიტაშვილმა დაგიწერა შენ და ეხლა ამბობ სკანდალი პირდაპირ ეთერს. გიორგი შალვაშვილმა დაწერა და ძალიან კარგი სიმღერაა რა. ისეთია რომ ყველას მოსწონს და მეც მომწონს რა თქმა უნდა და ახალი ვერსია არის გაკეთებული პატიკო რაღაც კლუბური რა ცოტა ვისვეწკავე რატომაც არა კი ბატონო შეგენაცვალე და მოდით ერთად მოდი გავსვეწკრეთ ყველა თქვენი აპლოდისმენტები არა ჩვენ რო გიყურებ ახანა 6 კაცის ვეწკები დაგხვდით უკვე და შენ ახლა მოკეთ ძალიან მიყვარხართ ყოველთვის მიხარია თქვენს გადაცემაში მოსვლა იმიტომ რომ ყველა თანამშრომელი არის ძალიან სიყვარულით სიხარულით დატვირთული და ჩვენი ბიჭები ხო არ ვიცი მზე და მთვარე თქვენ გენაცვალეთ მთვარი ალბათ დიმა და პაატა და მზეები ახალგაზრდები ხო
ძალიან დიდი მადლობა ვარსკვლავები. მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა, უკარგეს გადევნებით თვალყურს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გადავიდნენ და ყოველთვის მომწონ ხარ და რა გავაკეთო და უმეტესად მომწონს მიხო და მარო და მთელი ეს. შეგენაცვალე ასი. ყოველთვის გადერევთ, ასე ყოველთვის გადევნებთ თვალყურს, ყოველთვის გიყურებთ. რომელ არხზე ხართ ახლა თქვენ? ესეც ხდება ხოლმე, კი. მომხდარა ხოლმე, რომ ისა, შორე გიждდები, შენზე ისე მიყვარხარ, შორე სულ შენ სიმღერებს უსმენ. რომელ სიმღერას უსმენ? და არ იცი. არა, ხო? არა, საყვარლები. ნუ თავარი ხო გისმენ. რა თქმა უნდა. და თავარია ამ სიმღერას, რომელსაც ახლა შეგვისურვებ, უსმენს მაყურებელი ზუსტად იცის რა სიმღერაა და მოდი დავარქვათ რემიქსის ვარიანტი. რემიქსული, რევას ფიფია, აუცილებლად უნდა ვახსენო, ვინც გამიკეთა. ჩემი ოცნების ქალი. შენი ოცნების ქალი ვარ რა. ხედა, ამაშია საქმე. ჯუსტად თქვილათან ეძებდი. კარგი. არაჩვეულებრივი შორენა, გითხრობ ჩვენს პატარა მინიატურულ სცენას და ხავთ მიკროფონი მოვართოთ და აპლოდისმენტები. დევიღუპეთ, ბიჭებო, დევიღუპეთ, იტალიაში მივდივარ აქედან და დამავიწყდა რომ მოვეფერო ჩემს ემიგრანტებს. ესე იგი 15 ივნის და 22 ივნის სასწაული საღამოები გელით რომში და ნაპოლში. გელოდები დიდი დედალი ჯექსონი. მიყვარხარ ძალიან. დედალი ჯექსონი.